გამარჯობათ. დღეს მოგიყვებით ერთ ქართველას ნაურზე, რომელიც თვით სალვადორ დალიმაც კი დახატა. თქვენ ალბათ უკვე მიხვდით, რომ საუბარი არის არჩილ ჭყონია გურიელზე. ცოტათი მის მეუღლეზეც გესაუბრებით. არჩილ ჭყონია გურიელი დაიბადა აზნაურ ჭყონიას ოჯახში. ის ამტკიცებდა, რომ ბებია მისი იყო გურიელების გვარის და მას ამის გამო თვითმარქვია პრინცაც კი უწოდებდნენ. არჩილი თავდაპირველად ემიგრაციაში ავსტრალიაში წავიდა. ავსტრალიიდან საფრანგეთში, ხოლო 1939 წელს კი ამერიკაში გაემგზავრა. თვითმარქვია პრინცი, როგორც მას ბევრი უწოდებდა 23 წლით უფროს ქალბატონზე, პარფიუმერიის დედოფალზე, ერთ-ერთ უმდიდრეს ქალბატონზე, ჰელენა რუბინშტეინზე დაქორწინდა. როგორც ამბობენ, ეს ქორწინება ორივე მხარისთვის ხელსაყრელი იყო, არჩილისთვის მეუღლის ქონება, ხოლო ჰელენასთვის კი მეუღლის წოდება იყო სასურველი. მას არჩილის გენეალოგია გამოუკვლევია და საკუთარ თავს ჰელენა პრინცესა გურიელს უწოდებდა. მათ საფუძველი ჩაუყარეს გურიელი აპოთეკარი ხაზ და უშვებდნენ ძვირადღირებულ კოსმეტიკას მამაკაცებისა და ქალბატონებისათვის. პარიზში გახსნის სალონს ხელმძღვანელობდა გურიელის და მარიამი, რომელიც ასევე თურმე კოკო შანელის ქუდების მოდელიური გახლდათ. ცხოვრობდნენ აქტიური ცხოვრებით, უყვარდათ კინოპრემიერები, მიუზიკლები, ჯაზის პომპეზური საღამოები. ჰქონდათ საერთო გატაცება, ეს იყო ბრიჯი. არჩილი თურმე იმდენად კარგად თამაშობდა ბრიჯს, ხშირად სოლიდურ თანხებსაც კი იგებდაო. არჩილი გახდათ სტუმართმოყვარე, როგორც ყველა ქართველს ჩვევია, ძალიან უშუალო ყოფილა და ხშირად იძენდა, მოკლედ უშუალობის წყალობით იძენდა მეგობრებს. ის თურმე მეგობრობდა ისეთ ადამიანებთან, როგორიც იყო ჯანეტ მაკდონალდი, ეროლ ფლინი, გრეგორი პეკი, ერნესტ ჰემინგვეი, ჯეიმს ჯოისი. საქვეყნოდ ცნობილმა მხატვარმა სალვადორ დალიმ კი შექმნა გურიელის პორტრეტი, ჩაქურაში გამოწყობილი გურიელის პორტრეტი, მიჯაჭვული ამირანისა და მთების ფონზე, როგორც მისთვის აღუწერია თვითონ გურიელს თავისი სამშობლო. სალვადორ დალი ასევე გახდა არჩილის და ჰელენას სახლის დიზაინერი. მას ქართველები ძალიან ყვარებია. ერთხელ, როდესაც ორი ქართველი ტურისტი სალვადორ დალის სახლის კედელზე გადამძრალა, ისინი დაცვას დაუჭერია. ხმაურზე გამოსულა სალვადორ დალი, როდესაც გაუგია, რომ ორივენი ქართველები იყვნენ, სახლში შეუპატიჟებია და განსაკუთრებული სტუმართმოყვარეობით გამასპინძლებია მათ. გურიელი ჭყონია 1945-1947 წლებში ამერიკაში საქართველოს ასოციაციის თავმჯდომარე ყოფილა. მას მისი ნათესავები არც ამერიკიდან დავიწყებია და როგორც შეეძლო, არც ამერიკაში დავიწყებია და როგორც შეეძლო, ისე ეხმარებოდა მათ, ზოგიერთი მათგანი კი უცხოეთში სასწავლებლათაც კი წაუყვანია. დაიღუპა მოულოდნელად და ეს ამბავი სენსაციად ქცეულა. შთამომავლობა არ დარჩენია, მისი ქონება, როგორც კონტრაქტით იყო გათვალისწინებული, ჰელენას გადაეცა, რომელიც ძალიან განიცდიდა მეუღლის დაღუპვას. თვითონ ჰელენა კი 95 წლის ასაკში დაიღუპა. ორივენი ერთად დაკრძალულები არიან ნიუ-იორკში, ქვინში, მაუნთ ოლივეთის სასაფლაოზე. ქართველებს, ვისაც სურვილი გექნებათ, შეგიძლიათ მიბრძანდეთ და შეამკოთ მათი საფლავები. დღეისათვის ეს იყო, რაც მე მინდოდა თქვენთვის მეამბო. დავეყრდენ ირაკლი მახარაძის წიგნს გურია და გურულები. შევეცდები შემდეგ ჩავწერო, რადგან აღდგომა მოდის, შემდეგი ვიდეო ჩავწერო სააღდგომო წესჩვეულებებზე გურიაში. მოვიშველიებ აპოლონ წულანძის წიგნს ეთნოგრაფიული გურია. მოიწონეთ ეს ვიდეო, გააზიარეთ. ვინც არ მიცნობთ, მე ვარ თეა სიხარულიძე. დღეს დროებით გემშვიდობებით.